საღამშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს, მომავალი კვირიდან ცოტას შევისვენებთ, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს იმ სურათს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური პერიპეტიების გათვალისწინებით. ქართული ოცნება და მისი პოლიტიკა, ოპოზიციური სპექტრი, რომელიც არ თუ ვერ არის აქტიური და საზოგადოება წინააღმდეგობის მოძრაობის ჩათვლით, ეს მოკლედ იმაზე, რასაც გაცემის მსვლელობისას შევეხებით და შეგვიძლია კიდეც დავიწყოთ წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს დიპლომატი გია ჯაფარიძე გახსნის თავისუფალ სტუდიას საუბარს კი ვიწყებთ ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემით გათვალისწინებით იმის რომ ხვალ 7 აგვისტო და 18 წელი გადის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომიდან გამარჯობა ბატონ გია და მადლობა რომ მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ბატონ გია, აგვისტოს ომიდან 18 წელი სრულდება, მოგეხსენებათ ხვალ 7 აგვისტოა, 18 წლის თავზე კი სამწუხაროდ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ისევ ოკუპირებულია და მეტიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული შეთანხმებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მიმდინარეობს საქართველოს რეგიონის ანექსიის პროცესი, იმავდროულად კი მნიშვნელოვნად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში. აი გითხარით დღევანდელი მოცემულობით და ყველა არსებული ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა გახდა საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შემომტკიცება. ქალბატონო, ეს არის კითხვა, რომელსაც ჭირდება ალბათ მთელი სემესტრი რომ ვისაუბროთ. ხო, ძალიან ამაზე მოკლე პასუხს ვერ გაგცემ. ხო, მოდი დავიწყებ იქიდან, რომ ერთი მე არ მგონია, რომ დეოკუპაცია შორს არის. პირიქით, საერთაშორისო ვითარება ისეთია, რომ გახსნილია ალბათ უფრო შესაძლებლობის ფანჯარა, რომელსაც სჭირდება გამოყენება ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რაღაც მომენტში დასრულდება. ყველა ომი სრულდება მოლაპარაკებით, ყველა ომი სრულდება შეთანხმებით. ამ ომიდან რუსეთი გამოვა დასუსტებული. ეს ომი რუსეთისთვის იყო დიდი შეცდომა. არც ერთი ის მიზანი, რომელიც რუსეთს ჰქონდა, როცა სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იწყებდა, თორე ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო 2014 წელს, ყველაზე უფრო გვიან, ხო? არც ერთი ის ამოცანა, რომელიც ჰქონდა შესრულებული არ არის, არათუ შესრულებული არ არის, ომი გადმოტანილია დღეს რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკონომიკა საერთაშორისო სანქციების გამო განიცდის ძალიან სერიოზულ პრობლემებს. მოკლედ, ამ ომიდან რუსეთი გამოვა უფრო დასუსტებული, ხოლო დანარჩენ სამყაროს იმიტომ ვამბობ, რომ მათ შორის თქვა არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიც თქვა ჩინეთი და ინდოეთია, ისინიც კი უფრო ძლიერები გამოვლენ ამ ომის დასრულების შემდეგ. ეს არის სწორედ ის შესაძლებლობის სივრცე, რომლის გამოყენებასაც საქართველოს რომ ყავდეს თქვა ეროვნული ხელისუფლება, გონიერი ეროვნული ხელისუფლება შეეცდებოდა. ამიტომ მე არ მგონია, რომ საერთაშორისო ვითარება ომის დასრულების შემდეგ იქნება ისეთი, რომელიც თქვა ჩვენ არ მოგცემდა შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანად აღდგენილიყო. მეორე საკითხი, რაც თქვენ გააჟღერეთ, რომ 18 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან. აგვისტოს ომიდან სრულდება 18 წელი, მაგრამ რუსეთთან ომი მიმდინარეობს 18 წელიწადზე მეტია. 90-იანი წლების დასაწყისში ის საომარი მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში, ესეც იყო რუსეთ-საქართველოს ომი. რომელიც მაშინ ახლა საქართველოს არავინ იცოდა, მსოფლიო რუკაზე ვერ პოულობდნენ, ჩვენ ვიყავით ძალიან ბუნებრივად, იმიტომ კი არა რომ გვინდოდა, უბრალოდ ძალიან ბუნებრივად ვიყავით საერთაშორისო იზოლაციაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა რესპუბლიკა ალბათ ბალტების გარდა მთელ მსოფლიოს ეგონა რომ იყო რუსეთი, ჯორჯიას რო იტყოდი, იცოდნენ მარტო ამერიკის ჯორჯიას ვერ პოულობდნენ რუკაზე. ამით რა თქმა უნდა რუსეთმა ისარგებლა და თავისი აგრესია რუსეთ-საქართველოს ომი შენიღბა როგორც რაღაც ეთნოკონფლიქტები. ეს ხო აბსურდია, ნახეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეთნიკურად ოსები. არსად ქართველებსა და ოსებს შორის პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ უეცრად პრობლემა გაჩნდა მაინც და მაინც ცხინვალის რეგიონში, სადაც შეგახსენებთ, რომ სტალინს მანამდე ჰქონდა შექმნილი ავტონომიური ოლქი. მე იმის თქმა მინდა, რომ
ომი რუსეთთან მიმდინარეობს უკვე 35 წელია. მას შემდეგ რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ან გამოვთქვით სურვილი, რომ აგვედგინა დამოუკიდებლობა, ხო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რასაკვირველია, რუსეთი არც ერთი დღე არ გაჩერებულა საქართველოსთან ომის გარეშე. ის ტერიტორიები, რომლის ოკუპაციაზეც თქვენ საუბრობთ, ოკუპირებული იყო ისედაც რუსეთის მიერ 90-იანი წლების წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაგრამ ეს ძალიან კარგად ჰქონდა რუსეთს შენიღბული. ცხინვალის რეგიონში იყო ეუთოს, ევროპაში უშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისია. ოღონდ ამ სამშვიდობო კონტინგენტი შედგებოდა აფხაზეთში მხოლოდ რუსებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ყოფილიყო ამ კონტინგენტის ნაწილი, მაგრამ რუსეთმა ეს არ დაუშვა. ხოლო ცხინვალის რეგიონში, როგორც მოგეხსენებათ, იქ იყო საერთოდ შერეული კონტინგენტი, რუსები, ოსები და ქართველები. რის თქმა მინდა, რომ ეს იყო ძალიან კარგი საფარველი, საერთაშორისო ორგანიზაცია გამოყენებული იყო როგორც ძალიან კარგი კამუფლაჟი იმისთვის, რომ რეალური მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სამართლებრივად ყოფილიყო სხვანაირად შეფასებული, ხო? სინამდვილეში ეს იყო ოკუპაცია, ოღონდ ეს ოკუპაცია იყო ძალიან კარგად შენიღბული, გაეროს და ეუთოს გამოყენებით. ხელმძღვანელობამდეც მინდა ბატონია მოვიდეთ და ახლა კიდევ ერთი კითხვა რომ დავსვათ, აი ვისაუბროთ მოდით საქართველოზე რუსეთის გავლენაზე და რატომ მინდა ამ კითხვის დასმა დღეს ნიუსრუმში ამბობდა ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი და ეს არის მისის შეფასება, რომ რუსეთმა ქართული ოცნების პირობებში საქართველოზე ეფექტური კონტროლის დამყარება შეძლო, მას შეუძლია საქართველოში გააკეთოს ის, რაც უნდა, მათ შორის ანექსია განახორციელოს, შესაძლოა დენი გათიშოს და მერე ჩართოს და თან ეს ისე გააკეთოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს, ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკოსის შეფასება. აი ეს შეფასება გადაჭარბებულია თუ გგონიათ სწორი, ანუ რამდენად მივიღეთ მართლაც ის ვითარება, როდესაც რუსეთი საქართველოში აკეთებს იმას, რაც უნდა. ხო, რა თქმა უნდა, საქართველოში რუსეთს დღეს ყავს რუსული ხელისუფლება. ანუ ხელისუფლება, რომელიც თუნდაც ბოლო განცხადებები რომ ნახოთ, ეს არის პუტინის განცხადებების გაგრძელება, ეს არის სამართლებრივი წინაპირობების შექმნა საქართველოს სრული ან ნაწილობრივი ანექსიის. პრემიერის წერილს გულისხმობ. პრემიერის წერილი და ანუ შემდგომ რა განცხადებებიც კიდევ ამას მოყვამ. პრემიერის წერილი ხო გაგრძელება ეს ხო არ არის პრემიერის წერილს ხო ვერ ამოუგლეშთ არა კონტექსტიდან ხო ეს დაწყებული არის ძალიან დიდი ხანი ეს დაწყებული არის 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მე თუ მკითხავთ მაგრამ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენეთ მთელი ბოდიშის კამპანია იყო რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ ხალხს თურმე ბოდიში აქვს მოსახდელი რუსებთან მე კიდევ ერთხელ მეგობრებო თქვენთანაც მithქვამს საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო ურთიერთობები ასე ბოდიშს არ ცნობს ესეთი რაღაცა იქ არ არსებობს თუ სახელმწიფო იხდის ბოდიშს ეს იმას ნიშნავს რომ მას აქვს ჩადენილი დანაშაული მე მინდა გითხრათ რომ მე ვარ ყველაფრის მომსწრე საბჭოთა კავშირში დავიბადე კარგად მახსოვს ყველა ეს ეპიზოდი როგორც გუშინდელი დღე ჩვენ არავისთვის ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს ქართულ ხალხს დანაშაული არ ჩაუდენია საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ჩადენილი არაერთი დანაშაული წლების განმავლობაში რუსეთის მიერ 220 წელია 225 წელია შეიძლება კიდევ მეტი რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადის დანაშაულს ამ ბოდიშის კამპანიის გაგრძელება ამას მე სხვა გაგრძელებები ჰქონდა კიდევ ამის ახლა ბოლო ეპიზოდი იყო ყობახიძის ირაკლი ყობახიძის ღია წერილი რომელსაც ასევე ეგ მიზანი აქვს რომ თუნდაც მაგალითად აგვისტოს ომი ჩამორეცხოს რუსეთს გაწმინდოს რუსეთი გაასუფთავოს რუსეთი და შექმნას სამართლებრივი პრეტექსტი სამართლებრივი წინაპირობები რომ რუსეთმა ნაწილობრივი მაინც ანუ ცხინვალის რეგიონის ანექსია მიმდინარეობს და თბილისი ხმას არიღებს საქართველოს ხელისუფლება ხო ხმას არიღებს ამასთან დაკავშირებით ხო იქ აფხაზეთთან ცოტა უფრო რთულად არის საქმე მაგრამ ქმნიან აი ამ განცხადებებით ქმნიან ისინი იმის სამართლებრივ წინაპირობებს რუსეთისთვის, რომ რუსეთმა მოახდინოს ამ ტერიტორიების ანექსია, ან მოახდინოს
მთლიანად ჩვენი ქვეყნის ანექსია, იმიტომ რომ ამ განცხადებას ერთი მიზანი არ აქვს, მარტო ეს არ არის, ძალიან ბევრი კიდევ სხვა მიზნები რა შეიძლება იყოს, მაგალითად პოლიტიკურ სპექტრში გვესმის, რომ ქართული ოცნება შესაძლოა რუსეთთან რაღაც ახალი და ღია, ასე ვთქვათ, ურთიერთობებზე გადასასვლელად ემზადებოდეს, ახალი ტიპის ურთიერთობების დასაწყებად ემზადებოდეს და აი ახლა სწორედ ამ პროცესისთვის ქმნიდეს შესაბამის საფუძველს. აი რა ტიპის ურთიერთობებზე, ხო, აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად. რა შეიძლება ხდებოდეს? ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მჭიდრო ისედაც რუსეთის მხარე მიზანმიმართულად ძალიან კარგად დაგეგმილად, ორგანიზებულად მიმდინარეობს საქართველოს დესუვერენიზაცია, ანუ ახალი ურთიერთობები რა უნდა იყოს, რაღაცა სამოკავშირეო ხელშეკრულება დადონ რუსეთთან, რაც რუსეთს ძალიან უნდა და არსებობს ხო ამის ძალიან საფუძვლიანი ვარაუდები, რომ რუსეთი რაღაცა ასეთისთვის ემზადება. ანუ ახალი ურთიერთობები შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ჩაბარება რუსეთს. ამ წერილის ერთ-ერთი მიზანი ესეც უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ აქ ხო ესენი ხო არაფერს არ აკეთებენ ისე რომ რაღაცა ერთი სამიზნის მონადირება უნდოდეთ, ხოლო ხო ძალიან ბევრი რაღაცაა ხოლმე კიდევ ჩადებული. გითხარით რუსეთის გაწმენდა და გასულთავება თუნდაც აგვისტოს ომის დანაშაულისგან. შემდეგ სამართლებრივი წინაპირობების შექმნა რუსეთისთვის. საქართველოს მოქალაქეებში იცით რომ არსებობს საკმაოდ სერიოზული უკმაყოფილება. ეგენი ხო ატარებენ კვლევებს ქართული ოცნება. და ამ კვლევებში ამოდის რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან, აი რომ გამოდიან სახლიდან ის რაც მათ ეზოში ხდება, ხო, როგორ იქცევიან რაღაცა n რაოდენობით შემოსული რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. სადაც არ უნდა გახვიდეთ ეს უკმაყოფილება ყველგან არის. სადა რომელ უბანშიც არ უნდა შეხვიდეთ, რომელ სოფელშიც. ეხლა როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქე იყოს იმით კმაყოფილი, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეურაცხყოფენ რუსები, ხო, საუკუნეების განმავლობაში ღებავდნენ, ათეთრებდნენ და ეხლა გარედან 1000 საძაგლეს აკეთებენ. როგორც ჩანს იმკლო ბატონგია რუსი ტურისტების რაოდენობა, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული განცხადებები კეთდება ხელისუფლებაში, უკავშირდება კონკრეტულ დეზინფორმაციას. ნახეთ, არავინ ერჩის საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც სუსმასყოს შორის გამოძიებაც დაიწყო საბოტაჟის მუხლით, ესეც რომ გავახსენოთ. ტურისტი, ჩვენც ჩავდივართ სადღაც ტურისტებად, ხო? არც ერთ ქვეყანაში ასეთ ქცევას, არც ერთი სახელმწიფო ასეთ ქცევას არ აიტანს, ხო? აბა რა ვიცი, ახლა ჩავიდეთ იმაში საბერძნეთში და ის აკროპოლისის ეზოში გადავწყვიტოთ, რომ იმას რა ვიცი, მოვშარდოთ. ვინმე მოგცემს ამის უფლებას? ვინც არ უნდა ვიყოთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა ვიყოთ, ხო? ეს ქცევა როგორ ჩანს საქართველოს მოქალაქეებში იწვევს უკმაყოფილებას. მე ამას საიდან ვაგო? მეც ხო საქართველოს მოქალაქე ვარ. მეც ხო დავდივარ, არა? ჩემ ეზოში უკმაყოფილება, ჩემს უბანში უკმაყოფილება, ჩემს ქალაქში უკმაყოფილება, სადღაც ვიყავი წასული, იქაც უკმაყოფილება, ბათუმში უკმაყოფილება, ყველგან. არსად ეს ქცევა არ მოწონთ. როგორ ჩანს ეს უკმაყოფილება მივიდა იქ იმის რა ქვია პუტინის ყურამდე და აი ამ უკმაყოფილების გამოთქმის უფლება აღარ აქვს. ხო ეს რაღაცა დაშინების ისიც იყო, ხო წერილი რომ ეს უკმაყოფილება იქნება დასჯადი. შემდეგ ეს კობახიძის ამ წერილს თუ აიღებთ, ხო და რუსულად თარგმნით, მიიღებთ პუტინის სიტყვას, რომელიც ცოტა ხნის წინ აქვს მას ნათქვამი, რომ ის რუსოფობიის შემთხვევაში სოფლიოს ნებისმიერ წერტილში აპირებს თურმე რომ რუსები დაიცვას. სად დაიცავს ახლა? ჩინეთში დაიცავს, იმაში ცენტრალურ აზიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სად? აი სადავს დღეს რუსეთს სადმე რუსის დაცვის თავი. მე ეს გავიგე როგორც პირდაპირი მუქარა თავის აი უახლოეს სამეზობლოში თუ სადმე არ ვიცი რუსი ტურისტი ჩავიდა თუ რუსულენოვანი ადამიანი ცხოვრობს. აი პირდაპირ აი როგორ გითხრათ, სარკისებური ანარეკლი იყო პუტინის ამ სიტყვების ის რაც წერია კობახიძის ღია წერილში, რომელიც ახლა თავისთავად არის კიდე გაჯერებული ტყუილებით, რომ საქართველოში რუსოფობია 2022 წელს დაიწყო. საქართველოში ერთი არანაირი რუსოფობია არ არის. საქართველო არის სტუმართმოყვარე ქვეყანა და არავის მიმართ ჩვენ ის რაღაცა ფობიები არ გვაქვს. მაგრამ ხა ის რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ბუნებრივი დამოკიდებულება აგრესორის მიმართ, ოკუპანტი ქვეყნის მიმართ
ეხლა ეს არის, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური. არავის მე მსახურობდი რა ქვია, კვიპროსზე და მსახურობდი საბერძნეთის რესპუბლიკაში. აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ ქონდა ასეთი დამოკიდებულება? წინა ხელისუფლების მისამართით 2019 წელს, როდესაც გავრილოვი შემდეგ ია ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს 2019 წელს მაგალითად ლარსის საზღვარზე, მაშინ არა ეს ტყუილი, ანახეთ, კიდევ ტყუილებით არის გაჯერებული და ნებისმიერზე მე არ მაქვს უბრალოდ ამდენი დრო, რომ ნებისმიერი ეს ქმედება აუხსნა, ხო? 2019 წელს, როცა გავრილოვი ჩამოიყვანეს თბილისში და ჩასვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იმ სავარძელში, სადაც სხდარან საქართველოს სახელმწიფოს ლიდერები, ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, თვითონაც ხო ხდებიანი, სადაც იჯდა გავრილოვი, კომუნისტი რუსი დეპუტატი, რომელსაც არასდროს დაუმალავს საქართველოს მიმართ თავისი მტრული დამოკიდებულება, ამაზე საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ რეაქცია და მასობრივად გამოვიდა რუსთაველის განძზე. 2019 წელს ჯერ არ არის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია რუსეთის დაწყებული, ჯერ სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული არ არის. ანუ 2008 წლის შემდეგ, ნახეთ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რუსეთი არის ისტორიის დაღმართზე. ანუ რუსეთის იმპერია ვეღარ გაძლიერდება. რუსეთის იმპერია დროთა განმავლობაში უფრო მეტად დასუსტდება. თუ დასუსტდება, ხო? აი ეს კუთხეები, ხო, რაც აქვს, თუ რა ვიცი, კიდეები, კიდევ ჩამოეშლება. აი ეს ჩამოშლა მოხდება კავკასიაშიც. და კავკასია ეთნიკურად, რელიგიურად, ყველანაირად საკმაოდ ჭრელი რეგიონია და ჩვენ ამ ხალხთან, რომელიც დღეს რუსეთს დაპყრობილი აქვს, გვაქვს ისტორიული კავშირები და მეზობლობა. ჩვენ სავიზო რეჟიმი, ოღონდ ისიც 3 თვით, მიაქციეთ ამას ყურადღება, ხო? 3 თვით საქართველოს გახსნა ზუსტად აი კავკასიაში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათ მარტო მთვრალი რუსი ჯარისკაცისთვის კი არ ეყურებინათ, არამედ ჩამოსულიყვნენ და ენახათ რა არის დემოკრატია, რა უპირატესობაა განვითარებას, რატომ არის მართვის ის მოდელი, რომელიც საქართველოში გვაქვს უკეთესი, რატომ არის ევროპა უკეთესი და შედარება გაეკეთებინათ საცხოვრობენ თვითონ და რა ხდება მათ სამეზობლოში, რომ ჩვენ აი ამ ადამიანებთან მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერიის შემდეგი დეზინტეგრაცია იქნება, იქ ჩვენ მტრები კი არ დავხდნენ, არამედ მეგობრები და მოყვარები. ეს იყო ამის მიზანი. 365 დღით გაუხსნა ქართულმა ოცნებამ მერე სავიზო, უვიზო უბრალოდ რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს. სწორად გავანაწილო, ამიტომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იცით რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკვე 3-ჯერ დარჩა სრულიად საქართველოს ელექტროენერგიის გარეშე, ამიტომ ჩნდება კითხვა, რა შეიძლება ხდებოდეს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს ელექტროსისტემის სრულად გათიშვა და გითხარით შემთხვევით ამ პრობლემაზე საუბრის დროსაც რუსეთამდე ხომარ მივდივართ და ამ პრობლემასაც რუსეთამდე ხომარ მივყავართ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ისმის ვერსია, რომ დივერსიას შესაძლოა ის სწორედ რუსეთის მხრიდან ქონოდა. რაში უნდა ჭირდებოდეს რუსეთს? რამდენად ხედავ? არ ვიცი, მაგალითად რიგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა ქართული ოცნების მისამართით მოსკოვი კითხვა არა, გავიგე კითხვა. შესაძლოა მოსკოვი ქართული ოცნების მისამართით თუ მე რომელიღაც ქვეყანაში წარმოვიდგინეთ, რომ თქვენ ხართ რუსეთი და რომელიღაც ქვეყანაში ყავთ მარიონეტი ხელისუფლება. რაში გაწყობთ დივერსია მოუწყოთ თქვენს მარიონეტს? რაში გაწყობთ ეს? ანუ თუ დივერსიას აწყობენ, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები აი ამ რუსული მთავრობის მიმართ იქნებიან ცუდად განწყობილი, ხო? მე არა ვარ საქართველოს ელექტროსისტემა არც ისე მდგრადია, მაშინ თქვენი აზრით ნახეთ, მე არა ვარ ენერგეტიკოსი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე მეტი იცით ენერგეტიკაზე. ანუ მე ვერ შევალ, თქვათ, აი ამ სიღრმეებში, მაგრამ რაც მე გავაკეთე, როცა პირველი გათიშვა იყო, შემდეგ მეორე გათიშვა იყო, აი გუშინდელ გათიშვამდე სხვა შორის, სამივე გათიშვა ძალიან ოსტატურად გადაფარა ქართულმა ოცნებამ სხვადასხვა თემებით. რაც მე გავაკეთე, ვკითხე ამ დარგის სპეციალისტებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროშია, რასთან შეიძლება ჩვენ გქონდეს საქმე. ყველგან ვიღებ პასუხს, სალსახა პასუხს, რომ სისტემას აქვს პრობლემები, უკანასკნელი ქართული ოცნების მმართველობის 14 წლიან პერიოდში
არ მომხდარა არაფერი აი ამ სისტემის შენარჩუნებისთვის. მანქანას ხო ჭირდება საბურავის გამოცვლა, ხო? მანქანასაც ხო უფუჭდება დეტალები, სახშიც ხო გვიფუჭდება არა რაღაცეები, ხო? სისტემას მუდმივად ჭირდება ზრუნვა შენარჩუნებაზე, ხო? ანუ ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც როგორც მე მითხრეს, კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს, იმიტომ რომ 14 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, არაფერი ამ სისტემაში არ გაკეთებულა. ანუ მოვიმარაგოთ სანთლები, დაგჭირდება. მე ნამდვილად ვაპირებ, რომ მოვიმარაგო არა მხოლოდ სანთლები, ხო? ბევრი რაღაცის მომარაგება დაგჭირდება. მაგალითად, რატომ გავათიშინე, არ ვიცი, ხაზის ტელეფონი, ალბათ ხაზი, მაგრამ მე რომ მქონდეს ხაზის ტელეფონი, მე ვის დაურეკო, იმიტომ სხვებს არ აქვს ეს ხაზის ტელეფონი, თორე დედაჩემ სულ მქონდა და რაღაც აი ბოლო 6 თვე არ აქვს სახში ეს ხაზის ტელეფონი, თორე ხაზის ტელეფონის აღდგენასაც ვფიქრობ, იმიტომ რომ მობილური სითიშება რამდენიმე წუთში, როცა მთლიანად ეს სისტემა ეცემა. მესამედ მოხდა ეს, ხო? ახლა თან ხა ახსნაც ხო მოვისმინეთ, არა? საოცარი ახსნა იყო გუშინ, რომ ეს გეგმიური გათიშვა იყო, ანუ ხალხი არ გააფრთხილეს, ჩატოვეს ლიფტებში, ჩატოვეს მეტროებში, გათიშეს ყველგან შუქი და ამას მოყვა მე ადამიანის ესე კონკრეტული შემთხვევები იყო, ხო, რაღაც ავტოსაგზაო შემთხვევები, ხო? ანუ ხა საავადმყოფოებში რა მოხდა და ასე შემდეგ, კიდე არ ვიცით, ხო? ანუ ესე იგი გეგმავდნენ თურმე გათიშვას და ხალხი არ გააფრთხილეს. მიხნე რომ ეს ისულელე იყო და მე თქვეს რომ ხალხიო განზრახ არ გავაფრთხილეთო რომ რა ვიცი რაღაცეები არ გამოეწვიაო და კაცი დეპუტატად იწოდება იმან თქვა რომ იცოდა რომ უნდა გაეთიშათ და თურმე მაინც შევიდა ლიფტში და ლიფტში ვიყავი გაჭედილი და უხარდა. ნახეთ რა შეფასებამდე მივიდოთ რომ სისტემა მიშვებულია და მათი სადავეები ხელიდან არაფერი გაკეთებულა წლების განმავლობაში და კორუფცია. ამას გარდა კორუფციისა, გარდა იმისა, რომ არაკომპეტენტურობა და არაფრის კეთების სურვილი არ არის, ამას გარდა შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული ენერგეტიკა როგორმე ჩამოეკიდა რუსეთზე. ის კომპანიები, რომლებიც 2002-დან, ზოგი 2003-დან, ანუ გაცილებით ადრე, ხო, ვარდების რევოლუციამდე, იყვნენ შემოსული ქართულ ბაზარზე, აღმოჩნდნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ის კომპანიები, რომლებიც ეხლა დასანქცირდნენ 21 პაკეტით, საქართველოში ოპერირებენ. მე არ ვიცი, ამას მე ტკიცებით ფორმაში ვერ გეტყვით, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ მე არა ვარ არც ენერგეტიკოსი და არც კიდე არ ვიცი იმის სანქციების სპეციალისტი. უბრალოდ ლოგიკურად ხო შეიძლება რომ ეს ბმა დავინახოთ და ლოგიკურად ერთმანეთს დაუკავშიროთ. არ ვიცი, საერთაშორისო სანქციები რუსეთზე შესაძლებელია. ამიტომ ვამბობ, ამიტომ არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რომ გავახციოთ იმ სივრციდან, რასაც რუსეთის და რუსეთის გავლენის შემთხვევაში რა ფინანსური, რა ტიპის ფინანსური პრობლემები შეიძლება, როგორც ახსენეთ, ევროკავშირის 21 პაკეტმა შეუქმნას საქართველოს, სადაც სანქციები შეეხო ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ასევე კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმებს და დასანქცირებულია ინტერაოდს, რომელიც საქართველოში ფლობს რამდენიმე კომპანიას. ნახეთ, 21 პაკეტის სანქციების 21 პაკეტის მიზანი რა არის? ისევე როგორც ვთქვათ, 22 მზადდება, მანამდე რა იყო მე-20 პაკეტის მიზანი. ნახეთ, რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, მაგრამ რუსეთი ცდილობს სხვადასხვა გზებით იპოვოს ხვრელები, რომ საერთაშორისო სანქციებს თავი აარიდოს. ასეთი ხვრელები მას ნაპოვნი აქვს საქართველოში, როგორც ჩანს. მაგალითად, ეს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, რომელზეც ევროპის კავშირში მე ჩემ აზრს კი არ გეუბნებით, რა აზრიც ევროპის კავშირში მუსირებს, იმას ვამბობ, ევროპის კავშირში მუსირებს ასეთი აზრი, რომ იქ საერთოდ არაფრის გადამუშავება არ ხდება, გადამამუშავებელი ქარხანა დაარქვეს და სინამდვილეში არის რუსული ნავთობპროდუქტების გამტარი. ანუ ეს არის ხვრელი იმისთვის, რომ სანქცირებულმა რუსულმა ნავთობპროდუქტებმა აი ყულევის რაღაცა ქარხნის საშუალებით თავი აარიდოს იმ სანქციებს, რომელიც დაწესებულია, რომ იქიდან გაიაროს, ხო? ეხლა ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ეხლა ის კრიპტოპლატფორმები იქნება თუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იქნება თუ რაო იქნება თუ რაც იქნება, ხო? ეს ყველაფერი ქმნის ზუსტად იმ ხვრელებს, რომლის ამოქოლვასაც საერთაშორისო თანამეგობრობა
ცდილობს. თუ ასეთი ხრელები რუსეთს აქვს საქართველოში, ხო? და ამის ამოქოლვას შეეხება საერთაშორისო სანქციები, ხო? ხო, ბუნებრივია, რომ ასე დროს ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ, დაზიანდებიან, მაგრამ ყველაზე ცუდი და პრობლემური ის არის, რომ ეს ჩვენს ქვეყანას აზიანებს. აზიანებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ რეპუტაციულადაც. საერთაშორისო ურთიერთობებში რეპუტაცია ხანდახან ყველაზე უფრო მეტია. ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ რეპუტაციით ცხოვრობს და ასპარეზობს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. ამიტომ არის ჩვენთვის ზუსტად კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი, რომ გამოვიდეთ ამ რუსული სივრციდან და გავხდეთ სხვა სივრცის ნაწილი. აი ამ სხვა სივრცეზე ვისაუბროთ ახლა ბატონია, რუსეთს საკმაოდ დრო დაუთმოთ და ახლა სწორედ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობის პერსპექტივაზე, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატები და უპირველესად ვაშინგტონის მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ახალი მოვალეობის შემსრულების დანიშნულზე მინდა კითხოთ, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება გახდა შეფასების საგანი პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რომ აი კონკრეტული პოლიტიკური გზავნილის მატარებელია, როცა ამერიკა საქართველოში გზავნის არა ელჩს, არამედ ელჩის მოვალეობის შემსრულებას. ახლა თქვენ დიპლომატი ხართ, ამიტომ აი ყველაზე კარგად აგვიხსნით, რა მესიჯია მართლაც, როცა ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩქარობს როგორც ჩანს საქართველოში ელჩის დანიშვნას და გზავნის ელჩის მოვალეობის შემსრულებას და რატომ უფრო ნაკლები სტატუსის მქონე პირის გამოგზავნა იქნება ეს გითხრათ. ნახეთ, ჩემთვის დანიშნულოვანი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თბილისში საელჩოს პასუხები ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გაგზავნილ კითხვებზე. რა თქმა უნდა, საელჩოს შეუძლია უბრალოდ თავიდან აირიდოს კითხვებზე პასუხი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საელჩო მიიღო ინსტრუქცია ვაშინგტონიდან, რომ გაეცა პასუხები და გაეცა ის პასუხები, რომელი პასუხები ჩვენ ვნახეთ იმ კითხვებზე, რა კითხვებიც იყო საელჩოს მისამართით გაგზავნილი. ჩემი აზრით, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ძალიან აქტიური იყო ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, ქართული ოცნების მისამართით მწვავე შეფასებებში, თუმცა ტრამპის რეალურად ეს არის პირველი კრიტიკული. მე ვერ დავარქმევ იმას მწვავეს, ქალბატონი ელჩი, ქალბატონი დეგნანი ძალიან თბილ ურთიერთობაში იყო ქართულ ოცნებასთან და ჩემი აზრით ის ძალიან ბევრ საკითხს ან ვერ ხედავდა, ან ძალიან არასწორად ხედავდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მე ის მახსოვს ქართული ოცნების ამჟამინდელ დეპუტატებთან, ძველ მინისტრებთან და ასე შემდეგ, არაერთხელ სხვადასხვა სუფრაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მე მასთან არაერთხელ მისაუბრია და იქ ამ საუბრებში ძალიან მკვეთრად იკვეთებოდა ქალბატონი დეგნანის ძალიან თბილი და პოზიტიური დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. მე არ მგონია რომ ეს ასე იყო. ის შეიძლება გახდა უფრო კრიტიკული მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო რუსული ყაიდის რეპრესიული კანონების მიღება. ის კი არ გახდა, ანუ არასდროს ელჩი თავის პოზიციას არ აჟღერებს. ელჩი ყოველთვის აჟღერებს თავისი სახელმწიფოს პოზიციას. მაგრამ რო დაუბრუნდი აი ბოლო განცხადებას, ხო? მე არ მახსენდება ამერიკის შეერთებულ შტატებს 35 წელია საქართველოში საელჩო აქვს. მე არ მახსენდება ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონიდან, როგორიც მოვისმინეთ აი ამ ბოლო კითხვებზე პასუხებში, ხო? იქ მე მგონი ძალიან მკაფიოდ, ძალიან მკვეთრად, ძალიან ხაზგასმულად და ცალსახად გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია აზრის გამოხატვის შეზღუდვა, მიუღებელია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, მიუღებელია პოლიტიკური პლურალიზმის დასამარება საქართველოში, ამაზე უფრო კაფიო და ამაზე უფრო მკვეთრად და ხაზგასმით ამას ფუნქციონირებადი საზოგადოების ნახეთ, ეს ადმინისტრაცია განსაკუთრებით, ნახეთ რას ებრძვის, მათ მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ხდება გარკვეული რადიკალური, ვთქვათ, პოლიტიკური აზრის შეჩერება, ეს მიაჩნია, რომ არის ცენზურა. ის ებრძვის ცენზურას. ანუ წარმოიდგინეთ, ეს ადმინისტრაცია ამითი არის მოსული დღეს ამერიკის ხელისუფლებაში, რომ ის არის ყველანაირი ტიპის ცენზურის წინააღმდეგი. და წარმოიდგინეთ, ფილმი, რომელიც არ გაუშვა
ერთ-ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ გაუშვა მასკმა თავის პლატფორმაზე და თქვა რომ ცენზურა ჩვენთვის არის მიუღებელი. ეს თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, როცა ის პირველად იყო ჩასული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2025 წლის თებერვალში, ხო? აი როცა ესე ვთქვათ პირველი გამოსვლა იყო და შეიძლება ვთქვათ რომ ეს იყო რაღაცნაირად, არ ვიცი, საპროგრამო სიტყვა ადმინისტრაციის თუ რას აპირებს. ეს წერია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში. ეხლა უფრო მეტად და ნახეთ რა იყო რეაქცია, ხო, ქართული ოცნების. ქართულ ოცნებას მართლაც ცივი შხაპი გადაასხეს და ამაზე პასუხი არ ქონდა. ისინი დადუმდნენ, ამაზე პასუხი ვერ გასცეს, იმიტომ რომ მანამდე მთელი პროპაგანდა, მთელი ტყუილი ქონდათ აწყობილი, რომ ჩვენ რაღაცა ურთიერთობებს ვალაგებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოლოდინები გვაქვს, ჯერ ამბობდნენ რომ 2025 წლის 20 იანვრამდე მოითმინეთ, მერე ამბობდნენ კიდე რაღაცა მოითმინეთ, აპრილში იქნება განცხადება, მაისში ველოდებით რაღაცას, გავიდა 20 იანვარი, წინა წლის 20 იანვარი, გავიდა ამ წლის აპრილი, გავიდა ამ წლის მაისი, ივნისიც გავიდა, ივლისიც გავიდა, აგვისტოში ვართ და რა მოვისმინეთ აგვისტოში. კიდევ ერთი მომენტი. საქართველო არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, ერთადერთი მთელი ევროპიდან, რომელიც აღმოჩნდა იმ სახელმწიფოების რიგში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აი გაფართოებული დეპოზიტების პროგრამას დაუქვემდებარა. ანუ საქართველოს მოქალაქეებმა ერთადერთი ევროპული ქვეყანა ვართ იმისთვის რომ მიიღონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა, დეპოზიტზე უნდა დადონ მინიმუმ $10,000. რატომ არ დაუწესა იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სხვა სახელმწიფოებს? აქ არის ერთადერთი პასუხი. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, რასაც აკეთებს ქართული ოცნება. აი ეს რაც მოხდა, ხო, რომ ჩვენ ვართ ეს ფაქტი, ხო, რომ მარტო საქართველოა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ დეპოზიტების პროგრამას არის დაქვემდებარებული, ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების პასუხისმგებლობა. არ ყოფილა ასეთი რამე შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს, არ ყოფილა ასეთი რამე სააკაშვილის ადმინისტრაციის დროს. პირველი ადმინისტრაცია, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები აი ამ მდგომარეობაში ჩააყენა. სამწუხაროდ იწურება ჩვენი ინტერვიუსთვის განკუთვნილი დრო, თუმცა არ შემიძლია გაგიშვათ ისე, რომ კიდევ ერთ საკითხზე არ დაგისვათ კითხვა, რომელიც უკვე უშუალოდ შიდა პოლიტიკურ პერიპეტიებს და პროცესებს ეხება. მხედველობაში მაქვს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომელზეც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, მათ შორის კი ერთ-ერთი ზურაბ ჯაფარიძეა, რომელიც არის თქვენი ძმა. მარტივად გითხავთ, ეხლა თვითონ ბრალდებული პოლიტიკოსები ამ საქმეზე 8 აგვისტოს ბოლომდე, ხო? აგვისტოს ბოლომდე, ანუ სულ რამდენიმე კვირაში ელოდებოდნენ განაჩენის დადგომას, თუმცა მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ ამ საქმის განხილვა დაპაუზდა. შესაბამისად, აი რა გგონიათ ამის მიზეზი და როგორ ფიქრობთ, რატომ აიღო ეს რამდენიმე კვირა, როგორც სამართლო ხელისუფლებამ, ისე როგორც ამბობენ პირველ რიგში აიღო პოლიტიკურმა ხელისუფლებამ. ეხლა ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის აბსურდული. საქართველოს მტრულ სახელმწიფოებად, აქამდე ვიცოდით, რომ რუსეთი იყო ჩვენი მტერი, საქართველოს მტრულ სახელმწიფოებად არის გამოცხადებული უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, ამ საქმის მიხედვით ევროპის კავშირი. ეს ადამიანები არიან მძევლები, აყვანილი ყავს, ჩვეულებრივ აყვანილი ყავს მძევლები და არ ვიცი, შეიძლება ფიქრობს, რომ ამ მძევლებით შეიძლება რამე ივაჭოს. თუ ეხლა ამათ მიუჟიდა, მაშინ მძევლები აღარ ეყოლება, ხო, უკვე მისჯილი აქვთ, ხო? ამიტომ მე ასე მგონია, რომ ამიტომ ვაჭრობა დაწყებულია. არა მგონია, რომ რამე იყოს დაწყებული, მე კი ნახეთ, მე რა ვთქვი, ნახეთ, ის ფიქრობს, იმედოვნებს, რომ ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. არაფერი დაწყებული არ არის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არანაირ ვაჭრობას ამასთან დაკავშირებით არ აპირებს. აი საელჩოს განცხადება ასეთადაც უნდა გავიგოთ. ამას გარდა აი ნახეთ, ის პოლიტიკური ლიდერები ყავს დაკავებული, რომლებთანაც არჩევნები წააგო ქართულმა ოცნებამ. ზუსტად იცის, რომ არჩევნებს ამ პოლიტიკურ პარტიებს ვერ მოუგებს. ყველა შემდეგი დღე ქართული ოცნებისთვის არის უარესი. რატომ? ეხლა უკვე დენის გათიშვაც დაიწყო, ხო? ყოველი შემდეგი დღე არის ქართული ოცნების პოპულარობის დაღმასვლა. ყველა შემდეგი დღე არის მათი რეიტინგის ქვემოთ ჩამოსვლა. ზუსტად იცის, რომ არჩევნებს ვერ უგებს. რადგან არჩევნებს ვერ უგებს, რადგან პროტესტი არ ჩერდება, გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ უნდა დაიჭიროს, ხოლო პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალოს. ეს არის მთელი ეს საქმე, მეტი არაფერი.
მადლობა ბატონ გია. მადლობა სტუმრობისთვის დაგემშვიდობებით დიპლომატი გია ჯაფარიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა კი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შეფასებას ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილთან ერთად განვაგრძობთ. სასაუბრო ბევრია აქტუალურ საკითხებს შორის კი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საქართველოს ელექტროსისტემის სრულად გათიშვის მოხშირებულ ფაქტებს უკავშირდება. კითხვა ბევრია, პასუხი ნაკლები. ამიტომ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია იმასთან დაკავშირებით, რატომ ითიშება ელექტროენერგია ასე ხშირად და თან მთელი ქვეყნის მასშტაბით. თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც იცით, გამოძიება საბოტაჟის მუხლით აქვს დაწყებული, რაც უკვე იძლევა საფუძველს დავსვათ კითხვა, რამდენად შეიძლება ადგილი ჰქონდეს სწორედ გამიზნულ მოქმედებას და მაშინ ვინ შეიძლება იდგეს საბოტაჟის უკან. როგორც გითხარით, გვერდდება ირაკლი მელაშვილი. გამარჯობა ბატონო ირაკლი და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. მოგესალმებით. ბატონო ირაკლი, აი მოდით დავიწყოთ დენის წასვლის პრობლემით საქართველოში, რომელმაც უკვე მესამედ მიიქცია საზოგადოების ყურადღება, გამომდინარე იქიდან რომ გათიშვა შეეხო სრულად ქვეყნის ელექტროსისტემას და აი მოდით ვისაუბროთ ვერსიებზე, რომელიც ლოკდაუნის ამ სამ ფაქტთან დაკავშირებით გვესმის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან კი ვისმენთ განმარტებებს, რომ გათიშვა მოხდა მაშინ, როცა ენგურჰესზე 24 და 25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სისტემური ავარიების შესწავლის მიზნით გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ბევრისთვის ოფიციალური უწყების ეს განმარტება არათუ კითხვებს ხსნის, არამედ პირიქით უფრო მეტ ეჭვს აჩენს. აი გითხარით, თქვენ თუ გაქვთ ეჭვები, რამდენად გჯერათ ოფიციალური ვერსიის და აი წინა სტუმარმა დასვა კითხვა, თუ კი მოსალოდნელი იყო, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? მოსალოდნელი კი არა, ვალდებულება არსებობს, თუ კი რაღაცა ექსპერიმენტს ატარებს რაღაცა ჩუქის დენის გათიშვა შეიძლება მოყვეს, ამან შეიძლება უბრალოდ უბედური შემთხვევები გამოიწვიოს. ადამიანები ლიფტებში არიან, სხვადასხვა დაწესებულებები მუშაობს, სადაც შეიძლება უბრალოდ ავარია მოხდეს. ამის გამო, ამიტომ არავის არ ჯერა ამ განცხადების, ბუნებრივია რომ ჩავარდენ მდგომარეობაში, როდესაც მესამე გათიშვა ხდება ერთი ძალიან მცირე ხნის მანძილზე და რა ეცლებინათ რამენად პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რაღაცა სერიოზული პრობლემებია მართვაში, ხო, ფაქტია. უშუალოდ იძიებს აგერ პრობლემა თუ არ არის, მაშინ რატო იძიებს? ამიტომ თქვენს რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გათიშვა, ოღონდ მაშინ ვიღაცამ უნდა იყოს პასუხისმგებლობა იმაზე, რატომ არ იქნა მოსახლეობა გაფრთხილებული, კიდევ ეგრე დეპუტატებიც კი ლიფტებში ჩარჩენილან კაცო. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არიან ადამიანები, რომელსაც უბრალოდ კლაუსტროფობია ჭირს და ეს ლიფტში რო გაჩნდეს, შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს. და ეს არის სრულად უპასუხისმგებლო განცხადება ელექტროსისტემის, თუ მათ იცოდნენ და არ გააფრთხილეს მოსახლეობა, სიურპრიზს უმზადებდნენ მოსახლეობას თუ მოსახლეობის რეაქცია უნდა გაეზომათ რა იქნებოდა. ხო, თუ რაღაცა ტექნიკურ სიტყვაზე პარამეტრებს ამოწოდენ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, მე თავის დროზე ES-თან მუშაობდი ამერიკული კომპანია, რომელიც თქვენ საკმაოდ მომიწია მაშინ ენერგეტიკაში ჩახეტა. 35 წლის განმავლობაში ვერ ვიტყვი ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც ენერგეტიკული უწყების წარმომადგენლებს გამოეცხადებინოთ, რომ დენი მათ გათიშეს შეგნებულად არ მიაწოდეს მოსახლეობას, ისე რომ მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო. დენი ითიშება ხოლმე ტექნიკური სამუშაოების დროს, ყოველთვის მოდის SMS-ები, ჩეთხოვინება იმის თაობაზე, რომ დენი არ გექნება თამადა. სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს მხოლოდ მართვაში, იმიტომ რომ აი რიგ პარტიაში ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნია ხელისუფლებას ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებასო, ასეთი კომენტარები გვესმის რიგი პოლიტიკოსის მხრიდან. რა შეიძლება იყოს ეს სერიოზული პრობლემა და რომელზეც ხელისუფლება არ ვერ ლაპარაკობს და საუბრობს და მეორე მხრივ აი რითი შეიძლება აიხსნას ერთგვარი დუმილი, რომელსაც ხედავთ სახელმწიფო შტოების შესაბამისი პირების მხრიდან და აყურებელმა იცის, რომ არც ეკონომიკის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან შესაბამის საკითხზე მიზეზებთან დაკავშირებით განმარტებები ამ დრომდე არ მოგვისმენია. ახლა ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ჩათვალთო ტურსააგენტოს ხელმძღვანელი არის, მეტი მაგას საქმეებში აფერი არის. და არც მორაფსავარი არც იქაჩება ბოდიში ამ სიტყვისთვის. მდგომარეობა რა შეიძლება იყოს სიმძიმე როგორია, მე მაგაზე ვერ დავიწყებ ლაპარაკს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ სპეციალისტი ვარ, მეორე ერთი არც გამაჩნია ინფორმაცია.
მაგრამ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც დანამდვილებით ვიცი და რასაც ვხედავ. ეს არის რაც ძალიან ცუდი არის ხელისუფლებისთვის პირველ რიგში, იმიტომ რაც უფრო მეც ჩაკეტავ ინფორმაციას, რაც უფრო მეტ აი ესე ტყუილებს და საოცრებებს მიატყვი საზოგადოებას, რომ თურმე ძალით გავთიშეთ მაშინ, როდესაც მოსახლეობა შეტყობინება არ უნდა, ხალხი ათობით ადამიანი იყო იმ დღეს გუშინ ლივჩი გაჭედილი. მით უფრო მეტი ეჭვი გაჩნდება და მით უფრო მეტი შეთქმულების თეორია გაჩნდება. ამიტომ პირველი პრობლემა რაც არის ხელისუფლების პირველი პრობლემა არის, რომ მას არ აქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე ხალხთან. ის არ ეუბნება სიმართლეს მოსახლეობას და ეუბნება ესეთ სისულელეს, რაც გუშინ ელექტროსისტემამ გააკეთა, ნუ არ მიგვერს ხო, ვინც არის ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, ესე რატო უკვირთ რა? ქართული ოცნების მომხრეების მიმართ რატო უკვირთ? აი ნაცებს რო ებრძოდნენ და ეს ზარდიაშვილი, რომელიც ნაცების ხელის ბიჭი იყო და ხალხს აცემინებდა იყო მანდატურების უფროსი, მე უღებოდა და მანდატურების უფროსი კაცი გახდა ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან პროფესიული საქმიანობა არის. აი ამაზე ხამარ არ ამოიღეს და ყველაფერზე როტაში უკრავენ. ეგ არის პრობლემა. იმის გამო ხდება ეგეთი რაღაცეები. უარესი მოხდება კიდე. იმიტომ რომ ქვეყანაში დაწინაურები კიდევ ერთხელ მორიგჯერზე დაწინაურების წარმატების მიღწევის საშუალება რა არის? ლიქნელობა, ყველაფერზე ტაშისკვრა ხელისუფლების და აბსოლუტური უპრინციპობა და არა პროფესიონალიზმის საქმის ცოდნა და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება. ეხლა კონკრეტულად ამ შემთხვევაში რომელი ხაზი გაწყდა თუ რომელი ქვესადგურზე მოხდა? პოზიტივში უფრო შორს არ მედიხართ, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იცით რომ გამოძება საბოტაჟის მუხლით აქვს დაწყებული, თვითონ უწყება ჯერჯერობით კონკრეტულ განცხადებას მიმდინარე გამოძიებაზე არ აკეთებს, იმიტომ რომ ეს პროცესია, ხო, გამოძიება ახლა ხდება, თუმცა საბოტაჟის და დივერსიის ვერსიას ბატონ ირაკლი იზიარებს არაერთი ანალიტიკოსი და არაერთი პოლიტიკოსი. აი მაგალითად გია ხუხაშვილი ფიქრობს რომ დივერსია თავარი საბოტაჟი მოდი ასე თავარია რუსეთის დასახელება ხდება ამ შემთხვევაში. ხო, ჩემთვის თავარი საბოტაჟნიკი. დიახ. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით არის ის, ვინც ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, იმიტომ რომ ელექტროსისტემა, ვისაც წარმოუდგენია რა არის, ეს არის არტერიები, რაც ადამიანის სხეულში არტერია, აი ეს არის ენერგოსისტემა, იმიტომ რომ მთელ ქვეყანაში ეგატრელი, აი მან დრო ნიშნავს ზარდიაშვილს, რომელმაც მე მგონი ისიც არის ეს დენი როგორ უნდა შუქი როგორ უნდა ჩააქროს და ამბობს. აი მაგას ვინც ნიშნავს და მას აი მაგ პრინციპით რო ინიშნება, რომ პარლამენტიდან გავიდა და უმუშევრად ხوار დავტოვებთ ახლა ამდენი კარგი საქმე გააკეთა ოპოზიციის წინააღმდეგ. აი მაგას ვინც ნიშნავს, ის არის თავარი საბოტაჟი. და მაგ საბოტაჟს მივხედოთ ქვეყანაში, რომ ადამიანები არ პირფერობის და უპრინციპობის გამო სკამიდან სკამზე პარტიიდან პარტიაში ხო აი ამას მივხედოთ და სხვა საბოტაჟებსაც ეშველება. სახელი და გვარი ახსენეთ ქვეყნის ელექტროსისტემის გათიშვის პირველივე ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იყო სწორედ ის, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი ვანოს დარდიაშვილი. ის დანიშნა ის არა? სხვა შორის მის წასვლაზეც არაერთი ვერსია მოვისმინეთ და აი მოდით ამ ჭრილშიც კითხავთ, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ზარდიაშვილის გათავისუფლებისთვის უბრალოდ საბაბად იქნა გამოყენებული ეს ელექტროსისტემის გათიშვა და სინამდვილეში მას შესაძლოა დაემშვიდობდნენ, იმიტომ რომ აი მაგალითად არის მამუკა მდინარაძის და ირაკლი ყობახიძის მეგობარი. აი თქვენ როგორ უყურებთ უშუალოდ ზარდიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას? ახლა ეს გითხარით და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მის წასვლასთან მეგობრობას არანაირი ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ზარდიაშვილის საერთოდ პირველი კი არა. მე ვლაპარაკობ სისტემურ პრობლემაზე. ზარდიაშვილის განთავისუფლება პრობლემას არ ჭრის. პრობლემას ჭრის ის, რომ ზარდიაშვილის ადგილზე ზუსტად ისეთივე პრინციპით შეირჩევა ადამიანები, როგორც შეიცვა ზარდიაშვილი, რომ ყობახიძის თუ დინარაძის თუ კიდევ ვინმეს მეგობარია და ძმაკაცია და ნათელმირონია და ბიძაშვილია და მამიდაშვილი. ზარდიაშვილს კი არ უნდა მოთხოვო პასუხი. ვინც ზარდიაშვილი დანიშნა, მაგ ნიშნით რა ვინც შეარჩია, ის არის იმისი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც დადგა ქართულ ენერგეტიკაში. და თუ ეს მე არ ვიცი ახლა ვისი მეგობარია და
ლობირებდა მის კანდიდატურას, მაგრამ მმართველ-წალაში ხო იციან კარგად არა? ისინი არიან პოლიტიკური პასუხისმგებლები იმაზე, რაც მოხდა. და პოლიტიკური პასუხისმგებლობები ასე დროც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს. როდესაც ადამიანები შეირჩევა არაპროფესიული ნიშნით, საერთოდ რო შეხება არ ქონია ცხოვრებაში, კაცი იყო იურისტი, სადღაც მრჩეველი იყო იურიდიული, მე იყო ამ რა ქვია დაცვის სამსახურის უფროსი ფაქტურად სასამართლოს შენობაში იმას იცავდა, მე პარლამენტში შეიყვანეს, მე იცით რაც მოხდა და მე უეცად ელექტროსისტემის უფროსი აღმოჩნდა. და მე ზარდიაშვილთან არა მაქვს პრეტენზია, მაქვს პრეტენზია იმაზე, რატომ აღმოჩნდა და ვინ დანიშნა. ის არის პასუხისმგებელი. იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიმღებები არიან ასე დროს პასუხისმგებელი პირველ რიგში. მე აღსრულებლობ კი ბატონო ზარდიაშვილთან მაქვს ის პრეტენზია რომ არ თქვა რომ ბიჭო არ ვიცი ეგ საქმე გამანებით თავი საქართველოში რამდენი კაცი იზამს მაგას რამდენი პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის თანამდებობაზე რომ გავუშვა მაგას ვერ გეტყვი ეჭვი მაქვს ძალიან ცოტა მაგრამ პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იმ ადამიანებზე რომლებმაც მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ბატონო ირაკლი მოდით შემდეგი კითხვა იყოს მთავრობაში კიდევ ერთ წასვლაზე და ამავე დროს მოსვლაზეც და ახლა უკვე გულისხმობ მამუკა მდინარაძეს, რომელსაც კიდევ ერთხელ ეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები. შესაბამისად გითხარით, აი რა სიტყვით და უკვე მდინარაძესთან დაკავშირებით მიღებულ გაწყვეტილებას როგორ აფასებთ? რამდენად იზიარებთ პოზიციას, რომ სუსის უფროსობიდან საბოლოოდ რეგიონების მიმართულების სახელმწიფო მინისტრად ჩამოსვლა ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მდინარაძეს ქართული ოცნების გუნდიდან გაშვებას უპირებენ და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეიძლება ითქვას ვერსია, რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით გვესმის. გაშვებას უპირებენ თუ არ უპირებენ, მაგი არ ვიცი, მაგრამ რეგიონების ჩაბარება, აი ვინც ასეთი ტიპის კომენტარებს აკეთებს, იმაში ჩანს მათი აზროვნება, იცით? იმდენად ამ რეგიონო ეს საქართველოს მიაჩნიათ რაღაც აი თბილისი, რუსთაველის პროსპექტი, პარლამენტის შენობა, იქ არის ყველაფერი. კაც ჩააბარებს თელ საქართველოს რეგიონი. ანუ როგორც დაწინაურება. მე მიმაჩნია რომ მას მისცეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რომელიც ეხა და თუ ოღონდ გააჩნია მას უფლებამოსილებებს თუ მისცემა, ხო? მე ვიცი რა უფლებამოსილებებს აძლევდნენ ამ შემთხვევაში. ო ეს არის საკადრო საკითხების გადაწყვეტა, ეს არის ოპოზიციიდან ფაქტობრივად არჩევნებისთვის მზადების დაწყება და მთელი აი ამ თვითმმართველი ორგანოების რაც არის იმის რაღაცა ერთიან ცენტრალიზებულ სისტემაში მოქცევა რა ის არის რა ქვია უფლებამოსილების შემცირება. შემიძლია ვთქვათ, რომ ამ მდინარაძეს დაევალა იყოს რეგიონების სუსი? დიახ, რა თქმა უნდა. არავინ ეხლა მარტივ რაღაცას გეტყვით, ხო რეგიონული განვითარება დაევალა, ნახეთ, არსებობს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეს რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთი წლის წინ რო შექმნეს 100 მილიონზე მეტი რო გადაიყარა, რამე გაკეთდა, ვინმეს პასუხი მოთხოვა, რატო შევქმნით ერთი წლის წინ სამინისტრო და დღეს რატო ვაუქმებთ? რა გააკეთა? ეს კაი გადავდეთ, ეს ოცნებას და მის მომხრეებს არ აინტერესებს. მეორე თემა რეგიონები უნდა განავითაროს, ეს ჩვენც უნიშნელოვანესია, როგორ უნდა განავითაროს მან რეგიონები, როდესაც რეგიონების განვითარებისათვის არსებობს ინსტრუმენტები. ეს ინსტრუმენტები არის საქართველოში რეგიონული განვითარების ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფლის პროგრამა. ეს სამი პროგრამა რჩება ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მაშინ დაწინაურება რანაირად გამოდის? და მას პოლიტიკური ფუნქცია აქვს. არანაირი რეგიონების განვითარება. ეს არის პოლიტიკური ფუნქცია, არჩევნებისათვის უნდა მოამზადოს მთელი საქართველოს და უნდა შექმნას ეს ვერტიკალი. იმიტომ რომ ბოლო არჩევნების შედეგებით მიუხედავად იმისა, რომ გაიმარჯვა ხელისუფლებამ, ის არ იყო კმაყოფილი. იმიტომ მან ვერ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათ სურთ საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. ორი მიმართულებით იქნება მუშაობა, ერთის მხრივ მაქსიმალური კონსოლიდირება რეგიონებში, მეორეს მხრივ მაქსიმალური უზრუნველყოფა, რომ ოპოზიცია დაგსახსული იყოს და დიდი ნაწილი არ წავიდეს არჩევნებზე. ეს არის ამოცანა მათთვის. ეხლა ეგ ოპოზიციაში არ უნდათ გაიგონ, ეგ მეორე თემა არის, მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაცა. რას დაემთხვა ეს ყველაფერი? ოპოზიცია გააქტიურდა რეგიონებში, გავიდა რეგიონებში. რამდენიმე პარტია ძალიან აქტიურად მუშაობდა და სხვაებიც პოლიტიკოსები. აქამდე ხელისუფლება ბოლო წლების მანძილზე იდგა რეგიონებზე, იმიტომ რომ მაჟორიტარული სისტემის მოსპობამ
უფრო ოპოზიციას, რაც უნდა უცნაური იყო, იმიტომ რომ ხელისუფლების ორგანოები აქვს, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, იმით ურთიერთობდა და ოპოზიციას აღარაფერი აღარ დარჩა. მაჟორიტარულად დაუკვდა მას კანდიდატები აღარ დარჩა და ფაქტობრივად რეგიონებთან კონტაქტი დაკარგეს მათ ბოლო არჩევნებზე, იმიტომ წააგეს ეს მწარეთ რეგიონები. მაგრამ ეს სხვა თემა არის. როგორც კი რეგიონებში დაიწყო ოპოზიციამ გასულა, ეგრევე მიიღეს გადაწყვეტილება და რეგიონებზე გადაიტანეს სიმძიმის ცენტრი. ყოფილი სუსის უფროსის გენერალი კაცის რეგიონულ განვითარებაში კიდევ ერთხელ ვიმეორე, განვითარებაზე არ არის ლაპარაკი, მთელი ინსტრუმენტები იქ ჩება, რაც ეკონომიკური განვითარება ქვია და რეგიონების განვითარება, ხო? ამისათვის კეთდება ეს ყველაფერი და არ არის ეს, ნუ უყურებენ ესე. ძალიან ხშირად არასწორ შეფასებებს აკეთებენ იმისა, რაც ხდება, აი ხანდახან რჩება საერთოდ ბოღმა აქვს ახლა მდინარაძე არ მოსწონთ და ამით ფიქრობენ რომ ამცირებ. რეალისტურად უნდა შეფასდეს. და რეალისტურად ეგ არის რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის რომ მოხდეს მაქსიმალური კონსოლიდირება რეგიონების, რეგიონალური ხელისუფლებების მაქსიმალურად მოსწავლება. მაშინ გითხარით ოპოზიცია როგორ უნდა დაუპირისპირდეს ახლა თავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას თუ კი ამბობთ რომ აი მთელი ხმების, ასე ვთქვათ, მობილიზაციის ამოცანა აქვს და ეს საქმე აქვს ჩაბარებული მაგალითად. ოპოზიციას აქვს პრობლემა. საკუთარი პოპულარობის პრობლემა. საზოგადოება ვერ იგებს ოპოზიციასგან იმას, რისი გაგონებაც უნდა. ანუ ეხლა იყო რისი მოსმენა უნდა საზოგადოებას? ბევრი საკითხია უნდა შეისწავლონ, ასე მე ზეპირად აღარ ვიცი, მე დაცვლას ვაკეთებ არა იმითი რომ მე რაც ვფიქრობ ხა სახში წამოწოლილი გენიოსი, არამედ აი გამოკითხები რომ კეთდება ის გიჩვენებს. აი თქვენ როგორც მოქალაქე ერის მოსმენას ისურვებთ მე მინდა განვითარების პერსპექტივის დანახვა. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვამბობ, საქართველოში ხელისუფლება არადროს არ შეცვლილა მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლება არ მოსწონდათ. საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის იცვლებოდა იმით, რომ ოპოზიციაში შრებოდა ძალა, ან ძალები, რომელიც იმედს აძლევდა საზოგადოებას, რომ ცვლილებები უკეთეს მოიტანს. ესე იყო შევარდნაძე არ იყო პოპულარული რაც 95-ში, რაც 99-ში. ცვლილება მოხდა 2003-ში, იმიტომ რომ ოპოზიცია რო გაძლიერდა, მათი შეთავაზებები სააკაშვილი რაც სხვები რაც ბევრი ეკრიტიკებიათ, მათ პოზიტიური შეთავაზებები ჰქონდათ. პენსიის საკითხს მოაგვარებენ, კორუფციის საკითხს მოაგვარებენ, გადასახადებს შეამჩნევენ, ასე ბევრი რაღაცა იყო. ხო მაშინ აიღონ და მაშინდელი წაიკითხონ, თავიანთი წაიკითხონ. რას ამბობდნენ? პოზიტიური შეთავაზებები ჭირდება. დაიტოვეს ჯგუფში იყო, მე მგონი გაკეთებიათ, კვლევა გაუკეთებიათ. საერთოდ აცილება არის განსაკუთრებით რეგიონებში, რას ფიქრობენ ის ადამიანები და რას ისმენენ ტელევიზორებში ოპოზიცია. ადევერაკლი, რადგან ოპოზიციამდე მოვედით კიდევ ერთი ხო მიზეზები ცალკე განხილვის და საუბრის საგანია, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ვერ შედგა ვერც პოლიტიკურად ცხელი გაზაფხული და ვერც პოლიტიკურად ცხელი ზაფხული, არადა ორივე სეზონთან დაკავშირებით ეს ანონსდებოდა. აი როგორ ვფიქრობთ, შეეძლო თუ არა ოპოზიციას მეტი დუღილის ტემპერატურის გაჩენა ქართულ პოლიტიკაში და რამდენად გჯერათ მათი რომ გაზაფხული და ზაფხული ვერა, მაგრამ აი შემოდგომა იქნება პოლიტიკურად ცხელი. მე მგონი რომ ამ მდგომარეობაში წარი ოპოზიცია არ შეუძლია და ვერ შემოდგომა და ვერაფერს ვერ იზამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრი არის, კი ბატონო, მესმის რომ შეიძლება ვინმე არ დაეთანხმოს, სანამ ოპოზიცია არ გახდება პოპულარული, სანამ ადამიანები არ იგრძნობენ იმას, რომ აი ეს ხალხი თუ მოვიდა ხელისუფლებაში, მართლა უკეთესობისკენ შეიცვლება რამე, სანამ არ გაჩნდებიან ლიდერები, რომელსაც აქვთ ავტორიტეტი და წონა, მანამდე არც ხელი გაზაფხული გვექნება და არც ხელი შემოდგომა. ეს ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. იმიტომ რომ ის პროტესტი, მადლობა ყველა პროტესტანტს, ვინც ქუჩაში გამოდის, მაგრამ ვიმეორებ, ეს არ არის პროტესტი, რომელსაც საზოგადოება აღიქვავს იმ პროტესტად, რომელიც ხელისუფლება შეცვლის. საზოგადოების უმრავლესობა ამ პროტესტს ასე არ აღიქვავს. შეგვიძლია ვიძახოთ, რომ რატო და როგორ და რანაირად, მე ამ შემთხვევაში ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ. პოლიტიკოსები ძლიერი პოლიტიკოსები არიან ისინი, რომლებიც ქმნიან დღის წესრიგს და არა ბაბლის დღის წესრიგს მიყვებიან. არა თუნდაც ქუჩაში მგარი ხალხი ძახილს მიყვებიან. პოლიტიკოსების ამოცანა უნდა იყოს დღის წესრიგის შექმნა. ქართული პოლიტიკოსები წლებია უკვე ამ დღის წესრიგს არ ქმნიან.
ის პროტესტები, რომელიც დაიწყო 2024 წელს, პოლიტიკოსებს ტრიბუნას არ აკარებდნენ. და დღესაც პოლიტიკოსები ვერ ხელმძღვანელობენ პოლიტიკურ პროცესს. იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესი მკვდარია პოლიტიკოსების მხრიდან. ვერ იწყებენ ისეთ პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა. ხო, აი ეს არის აი აქ უნდა მოუძებნოთ, ხო? აქ უნდა მოუძებნოთ ოპოზიციამ. რომელი პოლიტიკური პროცესი მოიპოვებს ეს რასაც აკეთებენ ამდენი ხნის მანძილზე. ფაქტია რომ ამან ვერ მოიპოვა, ხო, საზოგადოების მხარდაჭერა პოლიტიკური პროცესის. ეს არის შესაძლებელი და ამაზე არის საფიქრი, მაგრამ ნუ ერთმანეთთან რაღაცების შეცვლას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა და მოდით ახლა უშუალოდ ამ პარტიაზე ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ ვიცით, იქ განახლების პროცესი მიმდინარეობს, გუშინ პარტიამ ყრილობა გამართა და დროებითი მმართველი ორგანო აირჩია ირაკლი ფაღვნიშვილის ხელმძღვანელობით. სამი ორგანო აირჩია. ხო, კი ბატონო, ეს ბრძოლა არის, როგორ ფიქრობთ, რისთვის? შიდა პარტიული დემოკრატიისთვის თუ თანამდებობისთვის? აი, რიგი ანალიტიკოსის აზრია, რომ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადასვლა, რაზეც გუშინდელი გადავიდა ნაციონალური მოძრაობა, პარტიაში გაზრდის შიდა დემოკრატიის ხარისხს და კარგია, რომ ძალიან მკაცრ ვერტიკალზე აგებული მართვა აღარ ექნება ნაციონალურ მოძრაობას. რატომ გეცილებათ ეს გითხარით და რატომ გეპარებათ ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა მიაღწევს როგორც შიდა დემოკრატიას პარტიაში, ისე შეიძენს ახალ პოლიტიკურ სიცოცხლეს და აი გახდება მოსაწონი ძალა ისეთი, როგორც შესაძლოა უნდოდეს ქართულ საზოგადოებას. არ მაქვს არანაირი სურვილი ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრის პირდაპირ რო გითხრათ, უბრალოდ მეცინება პარტია გადავიდა ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ესე ტერმინი არ გამიგია, სიმართლე გითხრათ. არის ცენტრალიზებული მმართველობა, არის დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა. რომელი აირჩიეს აქედან ვერ ვიგებს, სამ ორგანოს თუ შექმნეს, იმას არ ნიშნავს, რომ დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემას ირჩევ. და დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა პირველ რიგში ნიშნავს დიდ თავისუფლებას და დიდ უფლებებს რეგიონული ორგანიზაციებისათვის. რაც არ ვიცი, რას აპირებენ ამ კუთხით. ამიტომ მე ძალიან ფრთხილი ვიქნები შეფასებაში, არ ვიცი შიდა პროცესები. სამი მმართველი ორგანოს შექმნა როგორ არის გადანაწილებული. მე ვrčება შტაბ-ეჭვება, რომ მაქსიმალურად ყველას პრეტენზიები, რაღაცა შიდა პრეტენზიები დააკმაყოფილეს ახალგაზრდების სალკე, ნანუკა ჯორჯონიანის სალკე, პოლიცსაბჭოში ძველი, ასე ვთქვათ, ვეტერანების კვოტაც და რაღაცა ამგზით არიან წასულები, ეს უფრო რაღაცა შუალედური ამბავი არის, იმიტომ რომ 6 თვით არის რამდენადაც ვიცი ეს ყველაფერი შექმნა, რაც წავიკითხე. და მე უნდა იქნას რაღაცა გადაწყვეტილებები მიღებული, ამ 6 თვეში უნდა იქნას გადაწყვეტილებები რეფორმების თაობაზე მიღებული, ოღონდ ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ 6 თვე რაღაცა რეალურ პოლიტიკურ პროცესს მე ამ პარტიისგან არ ველოდები. იმიტომ რომ ნუ ძალიან მძიმე რამე აქვს თვათ. ეს მე მომწონს თუ არ მომწონს ერთ თემა, მაგრამ წევრების თვალსაჩინო ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტია არის საქართველოში. როგორც ჩანს, არ ვიცი, აბსოლუტურად აუწყობელი უკვე სისტემა. მე ასად არ გამიგია სამი მმართველი ორგანოს არსებობა და ამას ჰორიზონტალურ მმართველობა ზოგადად რა არის ერთი თემა არის, მაგრამ ზოგადად იყენებენ ცენტრალიზებული ან დეცენტრალიზებული მმართველობა, ხო? არც ერთი, არც მეორე. არ ვიცი რა არის. არ ვიცი რა მოიფიქრეს, რის იმედით და როგორი იქნება ურთიერთობების ფორმები ამ ორგანოებს შორის, როგორ გადანაწილება იქნება, არაფერი არ ვიცი. წარმატებებს უსურვებ რა. კეთილი და ბოლო კითხვა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილზე, მისი პოზიციები, რომელსაც სხვა აქტუალურ საკითხზე ფაქტობრივად ყოველდღიურად და შესაძლოა დღეში რამდენჯერმეც ვიგებთ სოციალურ ქსელში, დაპირისპირების და დაძაბულობის საგანი ხდება ხშირად მთლიანად ოპოზიციაში. როდის არის კომისია? აი ახლა გითხარით დღევანდელ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე, აი მისი მწვავე კრიტიკა ოპოზიციური სპექტრის, მათ შორის საკუთარი პარტიის წევრების მიმართ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიცია გარკვეულწილად გამოცოცხლდეს, თუ სააკაშვილი უარყოფით გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, ოპოზიციის იმიჯსა და რეპუტაციას. პრემში სააკაშვილს უბრალოდ 15 წელი. ბევრად უფრო დიდი ხნით ადრე, ვიდრე საერთოდ წარმოდგენა ჰქონდათ ამ ადამიანზე საქართველოს მოსახლეობის და საკმაოდ კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა წლების განმავლობაში. ძალიან კარგად ვიცი. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში მოქმედების პრინციპი არის ერთი, ვინც მასთან არ არის, ის არის ყველა მისი მტერი.
მე როცა გაიმარჯვებ შეიძლება რაღაცა დააწყოს ურთიერთობები, მაგრამ ამ მომენტში ყველა პოლიტიკოსი, რომელიც არ აღიარებს მის პირველობას ოპოზიციაში, არის მისი მტერი და მისი მოწინააღმდეგე. შეიძლება არანაკლები მოწინააღმდეგე, ვიდრე ქართული ოცნება. ეს უნდა გავიგოთ სააკაშვილის როდესაც ვაფასებ დადებითადაც და ასეთი არის მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილს ახლა ვერაფერი ვერ შეცვლის. ეგ არის გამოიწვია. აქედან გამომდინარე დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა ან ნაწილმა უნდა ვისაც უნდა აღიაროს მიშას ლიდერობა, ვისაც არა, მათ უნდა ისწავლონ მიშას გარეშე პოლიტიკის კეთება. და უნდა შეძლონ საზოგადოებისათვის სხვა ალტერნატივების შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის გარდა. ეგ არის ამოცანა. მადლობა ბატონ ირაკლი სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის სხვა აქტუალურ საკითხზე. ირაკლი მელაშვილს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამა თავისუფალ სტუდიაში, რეკლამის შემდეგ შემოგვერთება ვახუშტი მენამდე, ასე რომ დაგვაუწყდეთ. რეკლამა დასრულებულია, თავისუფალი სტუდია ბრუნდება დღეისთვის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე ბოლოს სტუმრით გვერდდება მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის წევრი ვახუშტი მენამდე, რომელთანაც კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, საიდან სად მოვიდა ჩვენი ქვეყანა და რა ქვია გზას, რომელსაც საქართველო ახლა ადგას. ვახუშტი, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთდით. გამარჯობა, საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს წვენსა და მაყურებელს. ვახუშტი, დღეს თავისუფალ სტუდიას მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე ბოლო გადაცემა აქვს. ამის შემდეგ 3-4 კვირა შევისვენებთ, ამიტომ ხო, აი საგანგებოდ შერჩეული სტუმრები გვყავდა და ამიტომ გადაცემის ამ ნაწილში მინდა რომ ერთგვარად შევაჯამოთ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შექმნილი სურათი მთელი იმ კანონებით და ნაბიჯებით, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებამ და აი მოცემულობის გათვალისწინებითაც, რასაც ქვია პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფი ადამიანები. აი საიდან სად მოვედით? ძალიან ხშირად გვესმის შეფასებები, რომ საქართველო აღარ არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ კი სამართლებრივი აღარ ქვია, მაშინ გითხარით რა ქვია, რანაირი სახელმწიფო ვართ და აი ამით დავიწყოთ. ავტორიტარიზმი ვართ. ანუ ცხოვრობთ ავტორიტარიზმში, რაც ნიშნავს იმას, რომ არა ჩვენ საზოგადოება, არამედ ავტორიტარი იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფი და კონკრეტული ადამიანი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი თავის ნებაზე მართავს ამ ქვეყანას არა ამორჩევლის და მოქალაქეების მანდატით, არამედ საკუთარი ნებით და არა ლეგიტიმაციით, არამედ ძალის გამოყენებით. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ და ეს არის საზოგადოება, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის და იბრძვის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, იბრძვის თავს მოხვეული მართლობის და უზურპაციის წინააღმდეგ და ყველა იმ რესურსს, რაც ჩვენს ხელთ არის, მივმართავთ სწორედ იმისთვის, რომ თავისუფლები და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში. აი დღეს ერთი წელი გახდა, რაც მაგალითად მზია ამაღლობელს გამოუტანეს პატიმრობის განაჩენი 2025 წლის 6 აგვისტოს შეუფარდეს მას 2 წლიანი პატიმრობა, რისთვის ეს ყველა ვიცით და აი დღეს ბევრმა გაიხსენა მზია ამაღლობელის საქმე, გაიხსენა ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ პატიმრობის შეფარდების გაწყვეტილება ეს იყო არაპროპორციული და პოლიტიზირებული განაჩენი იყო გამოტანილი, ასე ვთქვათ, მის მიმართ და გააკეთა განცხადება, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლება, ისე როგორც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გავრცელა ქართველი ჟურნალისტის საქმეზე კიდევ ერთი განცხადება და ასევე მოითხოვა მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გამოშვება საპატიმროდან. მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც ქართული ოცნება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ავტორიტარულ რეპრესიებს აძლიერებს, ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებაში. აი მოდით კიდევ ერთხელ გითხარით, რა საჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე და თვითონ აი უშუალოდ მზია ამაღლობელი რატომ აღმოჩნდა ხელისუფლება ასეთი შეუვალი პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული სხვა პირების და მათ შორის მზია ამაღლობელის მიმართ. მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც ის იყო არალოიალურად განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ, ეს არის დაკავშირებული მის პოლიტიკურ პოზიციასთან და მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან. მე მინდა სოლიდარობა გამოუცხადო კიდევ ერთხელ ქალბატონ მზია ამაღლობელს და ვთქვა ის, რომ
მისი ბრძოლა, მისი პოზიცია არასდროს დარჩება როგორც ბრძოლა, რომელიც დაიკარგება, ჩვენის გვახსოვს და ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ის რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა ის და როგორც თავისუფლების აღკვეთის ისე იმ ბრალდების გამო რომლითაც ის იმყოფება თასახმჯდომარე ასოების დაწესებულებაში, არამედ გვახსოვს ისიც რატომ მოხდა ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ იმას, რომ გაბატონი მზია მაღლობელის პატიმრობა არის სინდისის პატიმრობა, არის პატიმრობა არა იმის გამო, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, იმიტომ რომ ხაზგასმით აღნიშნავს დანაშაული არ ჩაუდენია, როგორც იურისტი ამას პირდაპირ ვაცხადებ. არამედ იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა რეჟიმის მითებებს და სისტემას. აი ეს არის მიზეზები, რის გამოც გალბატონი მზია მაღლობელი იმყოფება პატიმრობაში. ერთი კითხვა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოს ნიკა მელიაზეც, რომელსაც დღეს სასამართლოს უპატივცემულობის კიდევ ერთ ფაქტზე შეეფარდა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის შთანთქვის მექანიზმი ამოქმედდა და მოსამართლის გაწყვეტილებას მელიას პატიმრობის ვადაზე გავლენა არ მოუხდენია და ის ისევ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს ციხეს, აი მაინც უნდა გკითხოთ, რა დატვირთვა აქვს და რა მესიჯია ხელისუფლების მხრიდან, როცა პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სასამართლოს მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ერთ გადაკრულ სიტყვასაც არ პატიობს და ფაქტობრივად ყველა ასეთ შემთხვევაში მათთვის ახალი ბრალის წაყენება და წარდგენა ხდება. ეს მოხდა ორჯერ მელიას შემთხვევაში და ერთხელ ეს ვნახეთ ალეკო ელისაშვილის მაგალითზეც. ქართული ოცნება და მასთან შეზრდილი ქართული სასამართლო სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათზე მოახდინოს ზეგავლენა და მეორე მხრივ საზოგადოებაზე, ხო? ეს ძალაუფლება, რომელსაც ის უკონტროლოდ იყენებს, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში ჩანერგოს შიში და ეს შემთხვევაც ამისი გამოხატულება არის. ამგვარად გვაქვს ორი მიზანი ხელისუფლების მხრიდან, ერთი მხრივ საზოგადოების დაშინება და მეორე მხრივ ოპოზიციონერებზე ზეგავლენა. თუმცა, გასაგებია, რომ არც ერთი და არც მეორე იმ ეფექტურობით არ მუშაობს, როგორც ეს ხელისუფლება სურს. კეთილი სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავალოთ თვალე და ახლა მინდა გითხრათ სუსში დაწყებული გამოძიების შესახებ, აქაც საბოტაჟის მუხლით არის გამოძიება დაწყებული, თუმცა ახლა უკვე იმ მიმართულებით ვინ შეიძლება იდგეს კამპანიის უკან, რომლის მიზანია საქართველოში რუსი ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ, უფრო მეტი რომ უთხრათ მაყურებლებს, აი მოდით ჩავიკითხავ სუსის განცხადებიდან ერთ-ერთ მთავარ პასაჟს სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება, კერძოდ საუბარი იყო იმაზე, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორანში მიზანმიმართულად განგებ აბენძურებდნენ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით დროის კონკრეტული ინტერვალით კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედია საშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავსო, ვკითხულობთ სუსის განცხადებაში. აი ამ ამბავზე რას ფიქრობთ, ვინ შეიძლება რა ორგანიზაციები შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში სუსის სამიზნე და მეორე მხრივ რა მიზანი შეიძლება ქონდეს ასეთ კამპანიას, თუ კი რა თქმა უნდა გარკვეული გვერდების აქტიურობას სოციალურ ქსელებში მართლაც შეიძლება დაერქვას, რომ აქვს კამპანიური ხასიათი. და აქვე კიდევ ერთი კითხვაც და ერთად ვიპასუხეთ, როგორ ფიქრობთ, რატომ აღელვებს ქართულ ოცნებას ჩამოვლენ თუ არა რუსი ტურისტები საქართველოში? სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის, ანუ სუსის განცხადებები ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან სურო ოპოზიციურად არ იყოს განწყობილი.
ცალსახად პოლიტიკური ანგაჟირების გემოსტოვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რაც ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების უნდობლობა და ოღონდ ეს უნდობლობა გამოწვეული არის არა მოქალაქეების პოზიციით, არამედ თავად ამ ინსტიტუტების მართვის სისტემიდან ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს, ჩვენ ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით და იმთავითვე განწყობილი ვართ უნდობლობით, რადგან ის ყოველთვის წინდაწინვე არის მოქცეული იმ გამადიდებელი შუშის ქვეშ, რომელიც მან თავად საკუთარი თავისთვის შექმნა და ეს არის პოლიტიკური ინტერესების და ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების დაცვა. ამიტომ დღეს ფაქტობრივად ჩვენ არ შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ ის რამდენად შეიძლება იყოს ეს რეალობასთან შესაბამისობაში. ნებისმიერ სუსის მიერ გაკეთებული სუსი არის სახელმწიფო ხელისუფლების, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პროპაგანდის პოლიტიკური ინსტრუმენტი და ის ამას იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და რა შემთხვევაში არის ის მისი განცხადებები რეალობასთან თანხვედრში და ამ შემთხვევაში არ არის ამის განსაზღვრა ფაქტობრივად წინასწარ შეუძლებელი. ხო, მინდა გითხრათ და გავაცნო მაყურებელსაც რა განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ დღეს სუსში დაწყებულ გამოძიებაზე, ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი, ასეთი იყო პრემიერის კომენტარი. აი ხომ არ ჩანს, რომ არ ვიცი, აქტიურ სამოქალაქო ჯგუფებში ეძებს სუსი და ხელისუფლება ჭალებში საბოტაჟნიკებს. და მაშინ რა კავშირი შეიძლება ქონდეს საპროტესტოდ მომართულ და განწყობილ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას რუსი ტურისტების მისამართით რაღაც დეზინფორმაციულ კამპანიასთან, როგორც ამას ქართული ოცნება აცხადებს. ერთი რამ ცხადია, ქართულ საზოგადოებაში არ არსებობს ფართოდ ფესვგამდგარი ქსენოფობია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც სტუმართ მასპინძლობის წესიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს უნდობლობა და ეს უნდობლობა ძალიან ბუნებრივია კოლონიზაციის გამოცდილების მქონე ქვეყნის, ოკუპაციის ქვეშ ყოფილი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან. ეს არის ფაქიზი ზღვარი, რომელიც ძალიან აკურატულად უნდა დავიცვათ და მე ვფიქრობ, რომ ძირითად შემთხვევაში ქართული ხალხი ამას ახერხებს. ზოგიერთ შემთხვევაში თუ არსებობს გადაცდომები, ამ გადაცდომებს ცხადია შესაბამის შეფასება უნდა მივცეთ, მაგრამ ის რომ საქართველოში არსებობს ქსენოფობია, არსებობს უსაფუძვლო გაღიზიანება კონკრეტული ეროვნების პირების მიმართ, მე ამას ვერ ხედავ და ვერ გავიზიარებ. ეთელი კიდევ ერთი აუცილებლად ვეკითხოთ ანუსზე, რომელიც შეეხება იმას, რომ ქართული იდენტობის დაცვის საკითხი შესაძლოა მოექცეს საკანონმდებლო ჩარჩოში. იცით, რომ ჯერ სწორედ ქართული იდენტობის დაცვის სახელით კონკრეტული საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, ხოლო ახლა უკვე ხელისუფლებაში ვისმენთ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად მწვავეა, ამიტომ მასზე მსჯელობა მოხდება ისევ პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რამდენიმე დღეს წინ თქვა, რომ
ნამდვილად საჭიროა ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე გქონდეს რეაგირება, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის მიღება, ამაზეც ვიმსჯელებთო, ასეთი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება. აი თქვენი აზრით, რამდენად აქვს ადგილი ქართული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევას და მეორე მხრივ, რა ტიპის ახალ კანონებს შეიძლება ველოდებოდეთ ამ თვალსაზრისით? ქართული კულტურის წინააღმდეგ შეტევას ნამდვილად ვხედავ მე. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ და ქართული კულტურის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს ნამდვილად ვხედავ. და ამას ვხედავ ბოლო რამდენიმე წელია. ეს გამოიხატება იმაში, რომ გელათი ფაქტობრივად თავზე გვენგრევა. ეს გამოიხატება იმაში, რომ უძველეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წყალი უდგებათ. ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო დევნის ქართულ კინოს, დევნის ქართულ თეატრს. ეს გამოიხატება იმაში, რომ ქართული ლიტერატურა და ქართული პოეზია დღეს არის უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის მიმართული ქართული კულტურის წინააღმდეგ და ქართული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. ამიტომ თუ დღეს ვინმე არის ის ვინც ილაშქრებს და ის ვინც ვერ იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას არის საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ თუ სადმე ჩვენ უნდა ვეძებოთ პასუხისმგებელი პირები იმაზე, რომ გელათში წყალი ჩადის, იმაზე რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები იტბორება, იმაზე რომ არქეოლოგები ვერ თხრიან და ვერ იკვლევენ საქართველოში არსებულ უნიკალურ ძეგლებს, იმაზე რომ ქართული კინო საფრთხეშია, იმაზე რომ ქართული თეატრი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის, იმაზე რომ ქართული ლიტერატურა არის პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე, პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას. ჯგუფების მიზანი რა გონიათ? რაც შეეხება იმას, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, რომ ვითომ ქართული კულტურის დაცვის მიზნით ქმნის ძალადობრივ ჯგუფებს და ის ნამდვილად ქმნის ასეთ ჯგუფებს. ეს არის ძალადობის აუთსორსინგი. ანუ მაგალითად ჩვენ რო გადავხედოთ და გენეალოგიურად შევხედოთ ამ საკითხს, ხო? რაღაც პერიოდი იყო ჩვენს უახლოეს ისტორიაში, როდესაც ძალადობა ხდებოდა და ძალადობის ფაქტებს ხედავდით ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ, თუმცა ხელისუფლება მას ემიჯნებოდა. ჩვენ ხედავდით ამის შემდეგ კიდევ ერთ საფეხურს, როდესაც ადამიანები ოპონირების, ხელისუფლებასთან ოპონირების გამო ხდებოდნენ აგრესიის მსხვერპლი და ხელისუფლება იწონებდა ამას და დღეს უკვე ვართ ახალ საფეხურზე, სადაც ხელისუფლება არამხოლოდ ძალადობს და არამხოლოდ იწონებს ამ ძალადობას, არამედ ქმნის ინსტიტუტებს, რომელიც ამას უზრუნველყოფს. რადგან ფიქრობთ, რომ ჯერთი რადგან ძალადობრივის უწოდებთ ახლახან შექმნილ ჯგუფებს და მეორე მხრივ თვითონ ქართულ ოცნებას ხედავთ ამ ჯგუფების უკან, მაშინ აქვე უნდა გკითხოთ პოლიტიკური პროცესების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ. იგივე შემოდგომაზე, როდესაც პოლიტიკური სპექტრი ასეთი განცხადებები გვესმის პარტიებში, აანონსებენ, რომ პოლიტიკურად ცხელი სეზონი იქნება და მეორე მხრივ რა პასუხი გექნებათ აი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს, თუ კი ძალადობას ექნება თქვენი მისამართით ადგილი. მაგალითად, ცალკეული პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ მუშს მოუქნევენ,
უპასუხოდ არ დატოვებენ და შესაბამისი პირები პასუხს მიიღებენ. აი რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთ ჯგუფებთან ხელჩართულ ჯგუფში შესვლა. პირველი რაც აუცილებლად უნდა ითქვას არის ის რომ ჩვენ არ უნდა გავუმიჯნოთ ერთმანეთისგან ესეთი ჯგუფები და ქართული ოცნება. ანუ ესენი არ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით გადაწყვეტეს ამის გაკეთება, ხო? ეს არ არის სამოქალაქო კონფლიქტი ადამიანებს შორის, ხო? ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ჯგუფები, ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამიანებს ემუქრებიან. და როდესაც ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები ადამიანებს ემუქრებიან, ცხადია ადამიანებს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. მეორე რაც მინდა ვთქვა, არის ის რომ ასეთი შემთხვევები და ასეთი ინსტიტუტები, რომლებიც ორგანიზაციები, რომლებიც თავისთავად ძალადობრივად არიან მომართული და ძალადობის ჩადენისთვის არიან გამიზნულები, საფრთხეს უქმნიან სამოქალაქო მშვიდობას. და ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა რაც არის ქართული საზოგადოებისთვის, არის სამოქალაქო მშვიდობა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ღრმა პოლარიზაცია. დაახლოებით 4 წლის წინ მაგალითად კვლევები აჩვენებდა, რომ არსებობდა პოლარიზაცია ან დაპირისპირება. ოღონდ ეს დაპირისპირება იყო საზოგადოების ელიტებში. და არ იყო საზოგადოების ჯგუფებში ღრმად ჩასული. თუმცა დღეს უკვე ჩვენ კაფიოდ ხედავთ იმას, რომ ქართული ოცნების მეცადინეობით უკვე დაპირისპირება ჩასული არის საზოგადოებაში. ეს არის ჩასული ოჯახებში, ეს არის ჩასული სანათესაოში, ეს არის ჩასული სამეგობროებში, ეს არის ჩასული სამეზობლოებში. მთავარი ბრალდება, რაც დღეს წაეყენება ქართულ ოცნებას, არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქართული საზოგადოების გახლეჩა და ერთმანეთისთვის დაპირისპირება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება ამ ქვეყანაში, სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები. ამიტომ რეჟიმმა უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ამის გამწვავებისგან თავი უნდა შეიკავოს. თუმცა ეს არის ჩემი მოწოდება, მაგრამ არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ქართული ოცნება ამას გააკეთეს, მე არ მაქვს. მადლობა ვახუშტი იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო დღეს სამით დავასრულოთ. ვახუშტი მენაბდე იყო მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე თავისუფალი სტუდიის ბოლო სტუმარი, როგორც გითხარით, აგვისტოში რამდენიმე კვირით შევისვენებთ, სექტემბრიდან კი ჩვენი გადაცემები ახალი სატელევიზიო სეზონის ათვლას დაიწყებს. მადლობა რომ გვიყურებთ და შევხვდებით სექტემბერში. ნახვამდის.